ჩვენ ახლა ვიმყოფებით იერუსალიმის საპატრიარქოს ტაძარში, შეხვედრა მის უნეტარესობასთან ამ წუთას დასრულდა. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მისი უნეტარესობისგან იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც რეალურად დგას დღეს საქართველოსა და იერუსალიმის შორის და ეს პრობლემები რო დგას ცხადია. ის პანიკური სურათი, რაც თავიდან შეიქმნა, ამაზეც გარკვეული საუბარი ნამდვილად გვქონდა, იმიტომ რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ისტორიული მეგობრობა, რომელიც ჰქონდა იერუსალიმის ეკლესიას და საქართველოს ეკლესიას, რომლებიც ერთად აშენებდნენ იერუსალიმს საერთოდ და იერუსალიმის ეკლესიასაც მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ეს ურთიერთობა არ უნდა დაინგრეს, თუმცა ამისი მცდელობა კი არა და ამისი კონკრეტული ნაბიჯები არსებობდა. დღეს ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი, სწორედ ამიტომ ჩვენ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საქართველოშიც, გარკვეული განგაშის სურათიც იყო და დღესაც არის ამისი საფუძველი. კონკრეტული ადამიანები არსებობენ, ვინც ამ სურათს ქმნის. საბედნიეროდ ამ კონკრეტულ მომენტში ეს არ არის საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ის პრობლემები მოაგვაროს, რომელიც წარმოიშვა. ყველაფერი ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირში, იქით ვისწრაფით, აქეთ ვისწრაფით, მაგრამ არსებობს ერთი მუდმივობა. რომელსაც იერუსალიმი ქვია, ეს არის სამი რელიგიის ქალაქი, ეს არის სამყარო, რომელშიც უნდა არსებობდე, რომელიც არის მუდმივი. დანარჩენი ყველანაირი პოლიტიკური ფორმირებები იცვლება. ამას რატო ვამოფიცით, რომ რა მისწრაფებებიც არ უნდა გქონდეს, დღეს ერთადერთი მთავარი მისწრაფება, რაც უნდა იყოს საქართველოსი, არის ის, რომ ქართველთა სახელი, ადგილი და ახლა უკვე ღირსება იერუსალიმში უნდა აღდგეს. ნიშნად იერუსალიმის პატრიარქის მხრიდან ქართველთა მიმართ ძალიან დიდი სიყვარულისა. თქვენ ახლა ნახავთ, რომ ღვთისმშობლის საკურამოქმედი ხატი, რომელიც იერუსალიმში იყო დაბრძანებული და რომელიც გახდა იერუსალიმის დედოფალი, ეს იყო იერუსალიმის მნიშვნელოვანი სიწმინდე ხატი, შეიქმნა იერუსალიმისთვის. აქვს ახლა ნახავთ ძალიან ბევრი შესაწირი, ეს ხატი არც გადამალეს, არც გადაკარგეს, არც არავინ უდირად არ მოქცევია. ხატი იერუსალიმის საპატრიარქოს ტაძარში აქ იყო დაბრძანებული მთელი ამ წლის მანძილზე. ისინი დიდი სიყვარულით ეპყრობოდნენ დედა ღვთისას, უბრალოდ ამ წუთას გადავაბრძანეთ იქით, რადგან ახლა გაჩვენებთ, რადგან უკვე მე და გიორგი ხატი საპატრიარქოდან გავაბრძანოთ. ღვთისმშობლის ხატი ჩვენთან არის, იერუსალიმის პატრიარქი დიდი სიყვარულით მას უგზავნის ქართველ ხალხს და რაც მინდა აღნიშნო ძალიან ისე, რომ საქართველოს ისტორიაში ასეთი ფაქტები მრავლად კი არა და მე მგონი არც ყოფილა, რომ იერუსალიმის პატრიარქს ასეთი დიდი სიწმინდე იერუსალიმიდან, რომელიც იერუსალიმისთვის მნიშვნელოვანი მოსაუცი სიწმინდე იყოს სხვა ქვეყანაში და მით უმეტეს ჩვენთან საქართველოში გამოეგზავნა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ეს არის ძალიან დიდი შედეგი, იმიტომ რომ როგორც იყო ქართველთა კუთხის შექმნა თავისი მნიშვნელობით, მე ვფიქრობ, იმაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა დღეს, რომ მისი უნეტარესობა თეოფილე მესამე კიდევ ამოიხედავთ თქვენ ეს ტრადიციული შესაწირებია, ეს ვისაც ზოგს შვილოსნობაზე შეეწია ზოგს რაზე, საკურამოქმედი ხატი იერუსალიმიდან, რომელსაც ჰქონდა თავისი მოსაყრელად დაფენილი ფარდაგიც კი ეს ტრადიციაც კი ჩამოყალიბდა იერუსალიმის ეკლესიაში მოხლის მოდრეკა ამ ხატის წყალობით მე მგონი და გამოიმგზავრება ღვთისმშობელი საქართველოში და ყველაზე მთავარი მე მგონი ამაში ის არის, რომ მივერის ღვთისმშობლის საქართველოში ჩამოსვლა იქნება ყველაზე დიდი სიხარული და მოგეში საქართველოსთვის და ქართული ხალხისთვის.